გამარჯობათ. დღეს შაბათია, ჩვენი გადაცემის დღეა, მთავარი ანალიტიკური გადაცემა, როგორც შეთანხმებული ვართ შაბათობით, ფაქტი, მოვლენა, კომენტარი. ანალიტიკური საუბრები დემურ გიორხელიძესთან ერთად. ისეთი დღეა, საშინაო მდგომარეობა, საგარეო მდგომარეობა, ისეთია, რომ საიდან დავიწყო კარგად არ ჩამოვყალიბდი, იმიტომ რომ ისეა ერთმანეთში არეული ყველაფერი, რომ რა თქმა უნდა ძალიან კარგად ამაქვს ჩამოყალიბებული, მაგრამ ვფიქრობ, რომ საიდან დავიწყო. მე მგონი მოდი საშინაოდან დავიწყოთ. ჩემი ბოლო 2 დღის განმავლობაში 2 იყო გამოსული, ერთი იყო Georgian Times-ში, ნინო ხაჩიძე მის ავტორო გადაცემაში, შემდეგ იყო ერთი ანალიტიკური გადაცემა, მე ვფიქრობ ეს არის რომელიც ჯერ არ გასულა და გავალბოთ და მესამე იყო უკვე ქართული ტივიზე, უკვე სულ სხვა თემაზე, რომელიც პოლიტიკას და ეკონომიკას არ ეხებოდა. მე ყველაზე მეტად რამაც გამაკვირვა, თუმცა უკვე ჩემი გაკვირვება ძალიან ძნებილია, ეს არის Georgian Times-ის იმ გადაცემის მაყურებელთა ნაწილის რეაქციამ ჩემს გამოსვლაზე, ვერაფრით ვერ გაუგიათ, ასე კრიტიკული რატომ ვარ, ასეთი ბჭყალებში დაბოღმილი რატომ არ ვიღაცებზე და ასე შემდეგ. აი ეს არის ქოცური აზროვნება, ანუ დეგრადირებული, მარგინალური აზროვნება, რომელიც ვერ გძნობს იმ საშინელ ტრაგედიას, რომელიც წინაშეც ჩვენ ვდგართ. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები ეს სახელმწიფო სიჯანსაღის ნიშანია და ამ ხალხს მივმართავ ეხლა, რომელიც თავისი მენტალობით ჩამოყალიბებული ქოცია, რომელსაც მე მარგინალურ ჯგუფად ვთვლი და სერიოზულად არ აღვიქვამ, რამდენიც არ უნდა იყვნენ ერთმა მომწერა ჩვენ მილიონი ვართო. მილიონისკენ არ არის სამართალი და სიმართლე. მილიონისკენ შეიძლება იყოს სრული დეგენერაცია და უაზრობა. მე გეკითხებით ამ უსაშველოდ საცოდავ ხალხს, რომელსაც ქოცები ქვია. მე არ ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანი, ვინც ხმამისცა ოცნებას, ქოცია გამორიცხულია, მაგრამ არის მყარი საკმარისი ჯგუფი წმინდა ქოცებს და თქვენ არიყავით ის ხალხი ეროვნულ გმირებად რო სახავდით იმ ხალხს, რომელსაც დღეს თითქოს განახლებული ბჭყალებში ოცნება იჭერს და ჩხრეკებს აწო. იცინი ხო სახელმწიფოს უმაღლესი დონე იყო, ხო? გასაგებია უმაღლესი დონე ყოველთვის ერთი კაცი იყო, დანარჩენი ეს პარლამენტი, მთავრობა, ეს რაღაცების არარაობები არიან, მარიონეტული წარმონაქმნები, რომელიც საუბედუროდ ქვეყნისთვის კატასტროფის მომტანი არის და თქვენ ახლა ხედავთ იგივე ქოცები თქვენს წარსულ გმირებს როგორ იჭერენ, როგორ ჩხრეკენ მათ სახლებს, რაღაც მილიონებზეა საუბარი, კი მაგრამ რაიმე დაფარული იყო? კი მაგრამ დაფარული იყო ის, რომ თქვენჯერ ორჯერ თქვენი ეროვნული გმირი, ორჯერ პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილის წყალობით რა, მთელი თავისი კლანით, კახური კლანით, კორუფციაში რო იყო ჩასვლა, მაგრამ გადაგვარებულმა გონებამ იცის, თქვენ კომფორტულად ვერ იქნებით, ჩვენ საღი ქართველებისგან თქვენ ვერ იქნებით კომფორტულ მდგომარეობაში, თქვენ კარგად ვერ ხედავთ იმას, რომ ქვეყანა რა დღეშია, როგორ იყიდება მისი მიწაწყალი, როგორ გადაივსო ქვეყანა მიგრანტებით, მიზანმიმართულად, როგორ დაუნდობლად ერეკებიან ქართველებს, ერეკებიან, იმიტომ ცხოვრების საშუალება აქ არ არის, ეკონომიკა თურმე ყლავის ისეთ მდგომარეობაშია, ვისაც გნებავთ დაგიჯდებით და დეტალურად სექტორების მიხედვით განვიხილოთ, თუ გნებავთ რა აყვავებული ეკონომიკაც გაქვთ. 6 მილიარდიან ინვესტიციას არ ქმევენ იმას, რომელიც ინვესტიცია არ არის, კაცი ყიდულობს შენს მიწა-წყალს, გააკეთებს იმას, ინვესტიციას სხვა რაღაცეები ქვია. ამას თქვენ ვერ ხედავთ, აღთხოვანებული ხართ თქვენი არაფორმალური მართველით და თქვენ შეგიძლიათ ჩემი ასაკის კაცს, რომელსაც მთელი თავისი ცხოვრება
უსერიოზული საქმის მეტი არაფერი უკეთები. აიღეთ ჩემი წიგნები, წაიღეთ მე თქვენს ქოცებში და დაიარეთ, რამდენ კაცს ნახავთ, ვისაც ამის წაკითხვა შეუძლია, არადა ეს ეკონომიკას ეხება, ეს მექანიკას ეხება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ რა იცით, გადაგვარებულმა აზროვნება იცით, როდესაც თქვენ შეგიძლიათ ჩემს შესახებ, მე და კიდე გეუბნები, მე ნულოვანი რეაქცია მაქვს, მე გეუბნები თქვენს გადაგვარებულ აზროვნებაზე, რომ ჩემს პოსტზე, ჩემს შეფასებაზე დაწეროთ რაღაც უხამსობა და გამოავლინოთ და დამიდასტუროთ, რომ თქვენ ის გადაგვარებული ხალხი ხართ, ვისაც მე სწორედ სეთურის ბრბოს ვუწოდებ. ეს ისე შესავლისთვის, კიდე გეუბნები, მე შესანიშნავად ვიცი, რას ვაკეთებ, მთელი ქვეყანას შემიძლია დაუპირისპირო და თქვენ ბოლოში ნახავთ საბოლოო ჯამში ვინ იქნება მართალი, მაგრამ ჯერ გასაკეთებელია საქმე. რაც უყურებთ ჩვენ ქვეყნის შიგნით. სრულ კატასტროფულ მდგომარეობას. ერთი გუნდის წევრები, რომლებიც, კიდე გეუბნებით, ბელადის მატარებელს მოყვნენ, რომელთა უკან ნულოვანი პოლიტიკური წარსული იყო, მათ არსად უშრომიათ პოლიტიკურად, შეიძლება ოდესღაც ერთ-ორ კაცზე იყოს საუბარი, მათ არსად უკეთებიათ რეალური საქმე, მოვიდნენ მატარებლით, იყვნენ დამჯერები, მიაღწიეს, მერე ფულმა გონების ამღვრევა იცის და აერიათ, ეხლა შიგა დაპირისპირების გამო ერთი ჯგუფი ანადგურებს მეორე ჯგუფს, რომ მოასუფთავოს შიგა წინააღმდეგობის რაიმე საშუალებაც კი, რატომ? იმიტომ რომ კარგად იციან, რომ როგორც თვითონ იშოვეს ფული, ისევე იშოვა იმ ხალხმა ფული, ხო? ფულმა კი კიდევ მეტის შოვნის სურვილი აქვს, ამიტომ მათ ყავთ გარკვეული მხარდაჭერები, ამიტომ ისინი თუ ამას არ გაანადგურებენ, ახლა ხვალ შეიძლება პრობლემის წინაშე დადგნენ. აი, მიმდინარე პროცესის მთავარი მიზანი. რა თქმა უნდა, ამაში მხოლოდ ერთი კაცი გვერდზე დგას, თითქოს ბჭყალებში გვერდზე დგომაზე, არამედ ყველაფერს მისი ნება სურვილით აკეთებენ, მაგრამ ეს არის მხოლოდ ერთი ჯგუფის მცდელობა, მეორე ჯგუფი დაამიწოს, კონკურენტად აღარ მოიაზრებოდეს და შემდეგ უკვე სატელიტი პარტიების მეშვეობით განახორციელოს ის, რომელსაც აპირებენ. მიიღონ დრაკონული კანონები, რომელიც საშუალებას მისცემს დღევანდელ ხელისუფლებას ნებისმიერი პროცესი ჩაახშოს, ყოველ შემთხვევაში ასე გონია მას და აკრძალოს პარტიების აკრძალვა თუ გინდოდა თავის დროზე, როცა ხალხის დავალება იყო, კეთილი გენება, სასამართლო პროცესები გაგემართა, ეხლა გამართავ, ნახოთ, მოტივირებული იქნება, სამართალი ვერ იქნება, თორე რა იყო ის პარტიები, რომელსაც თქვენ 12 წელია ყვებავთ, ეს ჩვენ ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით. 12 წელი თქვენ ამ დაპირისპირებაში გაატარეთ, ეხლა გინდათ ამ პარტიების მთლიანად ჩახსნა და ველის გასუფთავება და კიდევ ერთი 12 წელი რომ შეინარჩუნოთ, აი ვითომ დაამარცხეს ვინ ქვეყნის გადამტრიალებლები, ხო? ამ თემაზე მე ვისაუბრე, საკმაოდ კომიკური სიტუაცია არის, ამიტომ აღარ გავმეორდები, მაგრამ კიდე გეუბნები, თუ თქვენ ფიქრობთ მართლა რომ რაიმე პროტესტი ჩაკლავთ ქვეყანაში და ისე დაუნდობლად გაყიდით, რასაც ყიდით, მიწებს, ხას უსვამ, ძალიან ჭკვიანი ხალხი ზის პროფესიულ დონეზე და საჯარო რეესტრიდან და ყველა გადაწყვეტილება ამოაქვს საფლავიდან რომ იტყვიან და იდება დოკუმენტები, რომელიც თქვენს მიერ ოფიციალურად განხორციელებულ, ეს ვინმეს ბრალდება კი არ არის ვიღაც ჟურნალისტის დაკვეთილი სტატია, ჟურნალისტს რო დაუკვეთავენ, არა, საჯარო რეესტრში თქვენს მიერ ისევე როგორც ამოღებულია ყველაფერი, რაც ქართული ოცნების ხელისუფლებამ დახურული აუქციონების გზით გადასცა
მიხეილ სააკაშვილის დედას ძალიან დიდი ქონება, ერთი და ორ აუქციონზე კი არა, დახურულ აუქციონებზე გადასცა იმ ქალბატონს სერიოზული სიმდიდრე, აყიდიან რა მნიშვნელობა აქვს. და ეხლა უკმაყოფილოა იმითი, რომ იქ თურმე ყოფილა ბუდე, დაზვერვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იმენა თქვენ კაი ხალხო, როდესაც მე მივწერე ვითომ ეროვნულ გმირს ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრი იყო ღია წერილი, რომელიც ძალიან გახმაურდა. მე ვწერდი იქ, თუ არ იცით რა ხდება, მე ვიცი ადამიანმა, რომელიც მხოლოდ ჩემი საქმით ვარ დაკავებული. თქვენ მთავრობა ხართ, უშიშროების სამსახური ყავთ, უშიშროების სამსახურს თქვენ აკნინებთ, თორე ის ხალხი თავის საქმეს ყოველთვის ძალიან კარგად გააკეთებდა. ისევე როგორც სპეცრაზმი და ისევე როგორც პოლიცია. უბრალოდ თქვენ გამოიყენეთ ისინი სწორედ იმ საცემ ობიექტებად, რომელიცაც შემდეგ ააგეთ თქვენი ეგრეთ წოდებული, რა ქვია, გამოცხადებული დამხობის მთელი, ესე იგი, სიუჟეტი, დრამატული სიუჟეტი, ხო სწორია? ძალიან ცუდი რაღაცები ხდება, უპერსპექტივო რამეები ხდება. კითხვას ვსვამ და ყველა გონიერმა ადამიანმა თქვენ თვითონ გაეცით ამას ყურადღება. აი 4 ოქტომბერს ოცნებამ გაიმარჯვა ბჭყალებში, არჩევნებში, რომელიც გამარჯვებაც შესაძლებელი გახდა რამდენიმე პარტიის პოლიტიკური შეცდომის გამო, იმიტომ რომ არალეგიტიმური ხელისუფლება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მარტო ზის პარლამენტში არავინ არ ცნობს მის ლეგიტიმურობას, ეს უკვე არის დემოკრატიული პროცედურის პირველი მთავარი ნიშანი, თქვენ თუ მოიგეთ, თქვენ უნდა გაღიარონ, რომ მოიგეთ, არავინ არ გაღიარეთ, ზიხართ მარტო შეზღუდული უფლებებით და ეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო თქვენთვის ფაქტიურად წამალი. თქვენ უნდა გაგემუმჯობესებინათ თქვენი ლეგიტიმურობა და რამდენიმე პარტიამ შეგიწყოთ ხელი, თქვენ შესანიშნავად მოეკეცით მას, გაანადგურეთ ეს პარტიები, დატოვეთ 2-3-4 კაცის სამარა, სადღაც და ლეგიტიმაცია გაიმაგრეთ, არა მარტო გაიმაგრეთ პოზიცია, არამედ თქვენ ამ 4 ოქტომბრის მოვლენებმა მანამდე და შემდეგ საშუალება მოგცათ დაგეწყოთ ეს ძალიან დიდი პროპაგანდა პარტიული, საერთოდ პარტიული კონსტიტუციური სისტემის მოსასპობად. გასაგებია თქვენ ამზადებთ ოპოზიციურ პარტიებს. წარმოგიდგენთ ახლა ხო რა იქნება საქართველოს ცოტა ხნის მერე აიგზალება რომელიღაცა პარტიები, ისინი ასაგზალი კი არ იყო, თავის დროზე ლიდერები დასაჭერები იყვნენ, მაგრამ თქვენ გჭირდებოდათ ის დაპირისპირებისთვის, იმიტომ რომ სხვანაირად თქვენ საქმე უნდა გეკეთებინათ, საქმის გამკეთებელი ხალხი კი თქვენ ნამდვილად არ ახართ, კიდე გეუბნებით, ამაზე ცოტა ქვევით ვისაუბრებ და თქვენ მიიღეთ ის ბერკეტები ხელში, რაც აშკარად თქვენთვის სასარგებლო იყო, სწორედ მათი პოლიტიკური შეცდომების გამო, მაშინ როცა თუ პოლიტიკური მოთამაშე ხარ, შენ კარგად იცი შექმნილ სიტუაციაში როგორ გაათამაშო სიტუაცია. ანუ დაგტოვებდნენ მარტო პოლიტიკურ ორგანიზაციას და თქვენ მარტო იქნებოდით გამარჯვებული ამ ადგილობრივ თვითმმართველობაში და როგორი უკანონოებიც ხართ, ორჯერ უფრო უკანონოები იქნებით. ეხლა კოჭლი ჰქონდათ ცალიფეხი და ცოტა შეგაშველეს, რასაც ქვია ხელჯოხი, მაგრამ სიტუაცია არ განიმუხტა. ხას უსვამ, თუ თქვენ მოიგეთ არჩევნები და მაგრები ხართ, კრიზისი დაძლიეთ და გადაიყვანეთ ქვეყანა ნორმალური ცხოვრების რეჟიმში, თუ შეგიძლიათ, მაგრამ თქვენ კონფრონტაციის გარეშე არაფერი არ შეგიძლიათ. თქვენ თუ ვინმეს არ ეჩხუბეთ და მტერი არ იქნა და ის დასაჭერი არ იქნა და მერე კამპანიები არ აგეთ, რომ არ იქა გადატრიალება და ასე შემდეგ იქნება, თქვენ საქმეს ხომ მოგთხოვენ? საქმის გამკეთებელი ხალხი არ ახართ. ეხლა პირველი რაც მე
კრიტიკა თუ ვიცი, კარგი რამეც დანახვაც ვიცი და პირველად ვნახე ოცნების 13 წლიანი ისტორიის მანძილზე, რომ ქვეყნის პირველი ოფიციალური კონსტიტუციური პირი 2 დღის წინ გამოვიდა და ილაპარაკა იმ სასიცოცხლო საქმეზე, რომელსაც ქვია განათლების რეფორმა ქვეყანაში. ასეთი საქმეზე ლაპარაკი 13 წელი არ ყოფილა. მაგრამ ბატონი კობახიძის მისამართით ეხლა არ ვამბობ საყვედურს, ვინც მოუმზადა ის დოკუმენტი, იქ არის სერიოზული შეცდომები და მე შემიძლია ამის თაობაზე ეხლა თუ საშუალება იქნა და მთავრობა მის მოაწყო დისკუსია გაიმართოს, ახლა დისკუსია ამ მთავრობას რა მიაჩნია, კარგად ვიცი, თავის ხალხს დაიბარებს იქ, მოიყვანს თავის ტყლაპო ტელევიზიებს, გადაიღებენ ვითომ იმ დისკუსიას, ეს ექსპერტები ბჭყალებში მოიწონებენ, რა გენიალურია, გენიალური კი არა, პირდაპირ გეუბნებით. ეს თქვენი ბრალი არ არის, ბატონ კობახიძეს ვეუბნები. ეს არის იმ ხალხის ბრალი, ვინც ის იდიოტიზმი მოგიმზადათ, რომელსაც განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფცია ქვია, სრული იდიოტიზმი. მეორე, ეხლა უშუალოდ თქვენ გამოსვლას, თქვენ ბევრი რაღაცა სწორად თქვით, მაგრამ პრინციპულ რამეში ორი რამე, ამას მე თქვენთვის ვამბობ და იმედია თქვენამდე მოვა ეს ჩანაწერი, იმიტომ რომ 10,000-ობით ადამიანი უყურებს და მე ვკითხოთ, ვისაც მიგიწევათ, ეხლა მე მონიშნებს და იმგეს არ ვაკეთებ, ვკითხოთ, მიაწოდოთ პრემიერ-მინისტრის ოფისს, იმიტომ რომ მან მოისმინოს ეს. მიიღებს, არ მიიღებს, სხვა თავი მოისმინოს, სხვათა შორის. მე პრემიერ-მინისტრის დედას, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ და კარგად ვიცნობ, ჯერ კიდევ ერთად მუშაობდით, თუმცა სხვადასხვა ჯგუფში, მაგრამ მე არაერთი მოხსენება გავაკეთე განათლებასთან დაკავშირებით, კონსტრუქციასთან დაკავშირებით, ამიტომ თავის დედასაც კითხოს ამის შესახებ, რაში იყო პრემიერ-მინისტრი, კიდე გეუბნებით, შესანიშნავი თემაა. ქვეყნის ნომერ პირველი სტრატეგიული ამოცანა, ამას გიკიჟინებთ ამდენი ხანია და კაია რომ გაიგონეთ, რომ ჩვენ გვყავს საქართველოს მომავლის უზრუნველყოფი ერთადერთი რესურსი. ეს არის საოცარი გონება გახსნილი ახალგაზრდობა და ამათ უნდა მივცეთ ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო სადაც არის ისეთი განათლება და ეს განათლებული ხალხი აღზრდილი ფანტასტიკური ქართული კულტურის წიაღში. საღი თავისუფალ ადამიანებად ქართული კულტურა იძლევა ყველა კულტურის გაცნობიერების რეფლექსიის საშუალებას, რაც ქართულს კიდევ უფრო მაგარს გახდის, ხო? ამ ახალგაზრდებს, რომლებსაც თქვენ წარმატებით ანადგურებთ ბოლონიის სიმახინჯის შედეგად, კარგია რომ მოიფიქრეთ, მაგრამ მოდით ახლა ვნახოთ ფუნდამენტალური შეცდომა პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში, კიდე გეუბნებით, თქვენ არ გადანაშაულებთ, ვიღაცამ მოგიმზადათ ეს და ის ხალხი გაყარეთ თქვენი ახლობლობიდან, იმიტომ რომ კარგი არაფერი იქნება. თქვენ თქვით ისეთი რამ, რაც არის ნეოლიბერალური ტყლაპო შეხედულებების ფარგლებში. თქვენ ამ ცოტა ხნის უკან შეხვდით პრივილეგირებულ ბიზნესმენებს, გასაგებია ტრადიცია, იმიტომ რომ ისინია მთავარი თავრობისთვის და არა ეკონომიკური, თქვათ, ბალანსების არსებობა ყველა საქმიანი და ყველა სფეროს თანაბარ პირობებში განვითარების ძალიან მაღალ საფეხურზე მიღწევის საშუალების შექმნის გარეშე თქვენ პრივილეგირებას უწოდებთ, აბსოლუტურად პრივილეგირებულ ხალხს, რომლებსაც დიდი ქონება თუ აქვთ თქვენგან აქვთ. წინა ხელისუფლებიდან, შევარდნაძიდან მოდიან ყველაფერი. მათ თურმე გთხოვეს, რომ არ არის კვალიფიციური ხალხი და თქვენ თქვით, რომ ჩვენ ბიზნესს უნდა მოუმზადოთ კადრები, ხო? ეხლა თუ თქვენ მეცნიერულად გაინტერესებთ რაგარ ხდება, აგერ არის ჩემი წიგნი. ეს არის თანამედროვე უმაღლესი მაკროეკონომიკა. აქ არის მეხუთე თავი, რომელსაც ქვია
ის, რასაც თქვენ აპირებთ ეხლა გაკეთებას, თუმცა ენდოგენური ზრდის მოდელები, ზრდის ახალი თეორიები. ამის გარეშე ეს არის მეცნიერება, აქ იდეოლოგია არ არის. აქ არის ძალიან ღრმა მათემატიკა, აქ არის ყველაფერი აღწერილი, თუ როგორ მიიღწევა წარმატება და ხაზს უსვამთ. იმისათვის, რომ განათლების რეფორმა გააკეთოთ, თქვენ ჩვეულებრივი ტრადიციული ეკონომიკის გვერდით უნდა გააჩინოთ ახალი ეკონომიკა, რომელიც აწარმოებს ცოდნას. ამიტომ ბიზნესს რა ჭირდება, ეს ბიზნესის გარეშე თქვენ თვითონ უნდა იცოდეთ, იმიტომ რომ თქვენ კარგად უნდა იცოდეთ ეკონომიკა, მისი სექტორები, მდგომარეობა და ასე შემდეგ და თქვენ თვითონ ქმნიდეთ იმ საუკეთესო საშუალებას, რომ მშენებელი იქნება, ფინანსისტი იქნება თუ რა, ეს ძალიან მაღალ დონეზე მომზადეს. თქვენი მომზადებული ფინანსისტები და ეკონომისტები გახრეტილშაურად არ ვარგიან, ისეთ კუდრაჭა უნივერსიტეტებში, სადაც ეკონომიკაზე პროფესორიც კი მწვრალად არის, არ მინდა ეხლა ცალკეულ კონკრეტულ უნივერსიტეტებზე ვისაუბრო, ვისაც გეწყინებათ, ერთად დაგიჯდებით სასაუბროდ. სადაც გნებავთ. და თქვენს ყველაზე საუკეთესო სტუდენტს გადაუშვი ამ წიგნს, რომელიც სხვათა შორის ამერიკაშიც არის წაღებული, შედარებულია უნივერსიტეტის პროგრამებზე და 80% ამერიკულ უნივერსიტეტებში მსგავსი არაფერი არ არის, ყოველ შემთხვევაში თავისი დონით. იმიტომ რომ მე სანამ ამ წიგნს დავწერდი 50 წლიანი არანორმალური შრომა გავწიე სულ სხვა სფეროში, რომლიდანაც წამოღებულია ყველაფერი ეკონომიკაში. რატო გეუბნებით ამას? აქ არის ყველაფერი მეცნიერულ დონეზე. თავისი სერიოზული მათემატიკით, პოლიტიკური ინფრასტრუქტურა როგორ უნდა იყოს, ინსტიტუტები როგორ უნდა იყოს, სტიმულების მთელი ეშელონი როგორ უნდა იყოს დალაგებული. ესე იგი, თქვენი პირველი, რომელიცაც მე იმედი მაქვს, თქვენ გონიერი კაცი ხართ, გაასწორებთ იმას, რომ განათლების დანიშნულების დაყვანა ბიზნესის ინტერესების მომსახურებაზე, ეს არის ყველაზე დიდი ნეოლიბერალური ტყლაპო, რომელიც უკვე მე რამდენი 33 წელია, ხო? მე მგონი 33 წელია ანადგურებს საქართველოს. არა. ის რომ განათლებამ შესანიშნავი პრაქტიკული სპეციალისტები ეკონომიკისთვის აუცილებელი უნდა მოამზადოს, ეს ერთია, მაგრამ კარგი პრაქტიკოსები ძალიან კარგი თეორიული ბაზის გარეშე არ არსებობენ, ამიტომ მთავარი არის და რჩება ცოდნის წარმოება, რომელიც იმ TBC ბანკს, იმ საქართველოს ბანკს, იმ ვიღაც ბიზნესმენს არაფერში არ აინტერესებს, იმას თავისი მოკლე ინტერესები აქვს, სულაც არ არის ცუდი ინტერესები, მაგრამ ის კერძო იურიდიული პირია, რომელიც თავისი მოგების მაქსიმიზაციის ფარგლებში მოქმედებს. იმას სამეცნიერო ტექნიკური პროგრესი, აქ ფულის ჩადება, მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, სადაც სამეცნიერო ტექნიკურ პროგრესში სახელმწიფო ფულზე მეტი კერძო ინვესტიციები იყოს. სტიმულებს თუ შექმნით, კერძო ინვესტიციები წავა, ვენჩურული კაპიტალი წავა, რომელიც ქვეყანაში არ არის. რაც გულისხმობ? ამ წიგნში თავიდან ბოლომდე არის ეს საკითხი, როგორ იწყებოდა ეს ყველაფერი, რა ამერიკელები პრაქტიკული ხალხია და დასვეს ასეთი კითხვა. რატომ არის ერთი ქვეყანა ღარიბი, რატომაა მეორე, რატომ ვითარდება ერთი და რატომ არ ვითარდება მეორე. მე ქართველების კონტექსში მაქვს გაკეთებული. კი, მაგრამ გეკითხებით, ამხელა კულტურა გვაქვს. საღი გენეტიკური წყობა გვაქვს. არ გვაკლია არაფერი. რატომ ვერ ვითარდებით და რატომ ართ ამ ფეოდალურ ჭაობში ჩამხრჩვალი და ამით ფაქტობრივად ჩვენს განვითარებას ვაფერხებთ. მრავალი რამ იყო, კაპიტალზე იყო ლაპარაკი, ადამიანური კაპიტალის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ არა, საბოლოოდ 30 წლიანი შრომის შემდეგ ყველაფერი არის ამ წიგნში. ძალიან მეცნიერულად, არაფერი მეცნიერება და იდეოლოგია ერთად არ არის. ლიბერალიზმი, კონსერვატიზმი მეცნიერებაში არ არსებობს. ეს
პიროვნულად შეიძლება გამოხატო შენ, მაგრამ მეცნიერება არის მეცნიერება, ასე ეს წიგნი დაწერილი. რა გამოვიდა? ის რაც თქვენ არ იცით. იმისათვის რომ სახელმწიფო განვითარდეს, იმისათვის რომ ხალხი განვითარდეს, ერთადერთი ფაქტორი არსებობს. როგორია ცოდნის დონე და როგორ იზრდება ეს ცოდნა ყოველწლიურად, ანუ ცოდნის ზრდის ტემპი როგორია. აი, ცოდნა თუ არ იწარმოება საქართველოში, თქვენ რა ქენით? ტურიზმი გამოაცხადეთ ეკონომიკის დრაივერად, არა ვიღაც იდიოტმა გიკარნახათ ეს, უვიცმა. იმიტომ რომ არ შეიძლება ტურიზმი იყოს დრაივერი, ეკონომიკის დრაივერი, უფრო მეტი. ეს არის პროფანის ჩადებული. ტურიზმი ერთ-ერთი ყველა ასეთ ქვეყანაში ტურიზმი კარგი სექტორი ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ვერავით არის განვითარება და ვერავით არის წინსვლა ტურიზმის დონეზე და სხვა რამის ერთადერთი ცოდნა. ეხლა მითხარით თქვენ, თუ თქვენ აკეთებთ განათლების რეფორმას, ჩემი უმორჩილესი თხოვნა, სადაც კი მომიშვებთ, მოვალ, ვისაუბროთ, ჩემ მოსაზრებებს გაგაცნობთ, ბოლოს და ბოლოს ამდენი წელია ამ სფეროში ვარ, მორიდებით, მოგზალებით გაგაცნობ, გეტყვით ყველაფერს ჩემი მოსაზრებებს. მე ეს გავიარე ყველაფერი, არა მაქვს არავითარი სურვილი იმისა, რომ რაიმე ვინმეს ვასწავლო, არა, მე მინდა ჩემი მოსაზრება გითხრათ, თქვენ გადაკეთეთ ყველა ტელევიზია, თქვენი ტყლაპო ტელევიზიები, თორე სააკაშვილი როცა იყო ხელისუფლებაში, მე საშინელი კრიტიკოსი ვიყავი იმ მთავრობისა, იმ ხელისუფლებისა, მაგრამ არც ერთი ტელევიზია არ დაუკეტავთ ჩემთვის. მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებელი. სადაც მე საათობით მაქვს გატარებული დრო. თქვენ აქენით რამდენიმე წლის უკან დაკეტეთ ყველაფერი, ხო? დავში გვაგიხლიათ, არა უშავს. გეუბნებით ეხლა განათლებას ხომ მოკიდეთ ხელი. ჩადეთ თქვენს ნათქვამში არის მცდარი შეხედულებები. ფუნდამენტი. განათლების და მეცნიერების დაყვანა ბიზნესის საჭიროებებზე არის სრული უვიცობა, არ შეიძლება ბიზნეს საუკეთესოდ არაფერში არ მაინტერესებს ბიზნესის აზრი. რატომ იცით? მე მათზე უკეთესად ვიცი, გაცილებით ღრმად ვიცი ფინანსების თეორიაც, ეკონომიკაც, რა ჭირდება ბიზნესს. მათთან შეხვედრა მე რო ვწვეთდე რაიმეს არაფერში არ მჭირდება. მე იმაზე უკეთესად გავუკეთებ მათ საქმეს, ვიდრე მათ უნდათ. მე გეუბნებით ეხლა ეს თავისთავად, მაგრამ ცოდნა. თუ თქვენ განათლების რეფორმას აკეთებთ ისე, რომ ცოდნის სექტორს, სადაც ცოდნა იწარმოება, ცოდნა კი ეს არის ახალი ტექნოლოგიები, ეს არის უამრავი ახალი თეორიული მიღწევები, საბუნების მეტყველო, საინჟინრო სპეციალობები, თუ არ იქნა აქცენტირებული. და შემდეგი მეორე უდიდესი შეცდომა, რომელიც თქვენ არაფერს ამბობთ სასკოლო რეფორმებზე და ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელია, როგორ უნდა განახორციელოთ თქვენ უმაღლესი განათლების რეფორმა, როდესაც ქართულ სკოლა დამთავრებულ ახალგაზრდას თუ ის სპეცსკოლაში არ დადის, ეხლა კომაროვის მსგავსი 4-5-ია ქუთაისშია კიდეს. აი თუ იმ სკოლიდან გამოსული არ არის არც ერთ სკოლა დამთავრებულს, არ შეუძლია საბუნებისმეტყველო საგნების, საუნივერსიტეტო დონის საგნების შესწავლა და არც ერთ მათგანს არ შეუძლია საინჟინრო სერიოზული საგნების შესწავლა. გამორიცხულია. ეხლა მე გეკითხებით თქვენ, თუ საბუნებისმეტყველო სპეციალობებზე არ წავიდა ნიჭიერი ახალგაზრდობა, თუ ტექნიკურ სფეროებში არ წავიდა სერიოზული ახალგაზრდობა, თუ თქვენ სტიმულები არ გააჩინეთ და ამის სტიმულები ყველაფერი ცნობილია, ფული როგორ უნდა გაიყოს, სახელმწიფო ფული, იქეთ რა წავიდეს ის, რაც ჩვეულებრივ არის, ეგრეთ წოდებული საზოგადოებრივი სიამეების წარმოება, ხო სწორია?
ანუ რასაც ხელისუფლება აკეთებს საერთო მოხმარებისთვის, იქ რა ფული უნდა წავიდეს და ცოდნაში რა ფული, ყველაფერი დათვლილია, ყველაფერი ცნობილია. ამიტომ ორი რამ გაასწოროთ. პირველი, არასდროს გაიმეოროთ, რომ ბიზნესს უნდა მოუმზადოთ და ბიზნესის აზრი ამაში არ მჭირდება. ახლა რატომ არ მაინტერესებს მათი აზრი? იმასაც გეტყვით. ეს ხო კლანური სისტემაა. ძალიან ბრტყელ სიტყვებს რომ ისრიან, თავიანთ კომპანიებში ნეპოტიზმის უზარმაზარი სისტემა ხომ აქვს შექმნილი? რა, გარედან მივა ვინმე ნიჭიერი და სამსახურში აიყვანებენ, ვინ ესენი? ტოპ მენეჯერები, ნახეთ, კლანია, კომკავშირული კლანი, რომლებიც უზარმაზარ ხელფას ითვისებს ერთმანეთში, ანაწილებს, დანარჩენი დაქირავებული თუ ყავთ, არის მეორე ხარისხოვანი. ერთმა ტოპ მენეჯერმა ძალიან ცნობილი ფირმის არ ვიტყვი, შენობაში ადმინისტრაციული კორპუსი, სადაც აქვს თანამშრომლებს გზაში რომ არ შეხვედროდა და სალამი არ ეთქვა, გვერდიდან მოაშენა და მესამე სართულზე ლიფტი აიყვანა, რომ იქედან პირდაპირ შევიდეს თავის კაბინეტში. ხოდა, მე კიდე გეუბნებით, მე იმაზე უკეთესად ვიცი ბიზნეს რა ჭირდება, ვიდრე თქვენ იცით. მათ შორის ფინანსური სპეციალისტი როგორ უნდა იყოს, მათ შორის ეკონომიკური სფეროს სპეციალისტი როგორ უნდა იყოს და ასე შემდეგ. ამიტომ თხოვნა მაქვს. თუ მომცემთ საშუალებას, მოვალ და ჩემას გაგიზიარებთ. თუ არ მომცემთ ამის საშუალებას და კი გაქვთ აწყობილი მექანიზმი შეიკრიბებით, მაგრამ კიდე გეუბნებით, თქვენ როგორც საქმე მიყავს, სწორად დაგიწერა ქოცების იმ ნაწილმა, რომელსაც თქვენ რო იჭერთ ახლა და ჩხრეკავთ, იმათი მომხრე იყო, ხო? მოვა თქვენი დროцо, ხო? ყველას დრო მოვა. ამ ქვეყნის სამსახურში ვინც არ დგას, ვისაც ევალება ეს საქმე თანამდებობრივად, უფლებრივად, ყველას დრო მოვა და ქართველები გადარჩენილი ხალხია, თქვენ ნუ გონიათ რომ სეთურიძე ბრბოს იმედზე თქვენ დიდხანს იქნებით, ვერ იქნებით, გააკეთეთ საქმე და იქნებით. განათლების რეფორმა ღია ტექსტით ვამბობ, მსოფლიოში საუკეთესო განათლების სისტემა შემოიტანეთ. არის ეს ცნობილი. შემოიტანეთ ის, რაც ქართველ ახალგაზრდებს მეცნიერებისკენ და ტექნიკაზე წასვლისკენ უბიძგებს. თქვენი მეხოთბე თუ არ გავხდე, აი, რაც გინდათ ის მიწოდე. კორუფცია, პოლიტიკური ნება, როცა იქნება უცებ მოისპობა. ნეგატიური მოვლენები ძალზე იოლი აღმოსაფხრელია, გაფუჭებული არ უნდა იყოს ხელისუფლება, კორუფციაში ჩაფლული. აი, შემოიტანეთ ქართველების მომავალი არის მისი ახალგაზრდობა. არა ის იდიოტიზმი, რასაც წერენ, არის გაიქნება, განახლდეს ახლა პოლიტიკური სპექტრი და ახალგაზრდობა მოვიდეს და თავისი სიტყვა თქვას. მე ამ ხალხს მოგმართავ, ასეთი შტერები როგორ ხართ, ასეთი იდიოტები როგორ ხართ. ახალგაზრდებს რა უნდა პოლიტიკაში, ახალგაზრდების იმედზე როგორ შეიძლება იყოს პოლიტიკა, რა იცის ახალგაზრდამ პოლიტიკისა, მსოფლიოს რომელ ქვეყანაში ახალგაზრდები. ეხლა არ მითხრათ, მადაგასკარზე ჯენზიმ გააკეთავ რევოლუცია, სასაცილოა. ჩავხედე მე რა ხდება იქ, ვინ აიღო ხელისუფლება? სამხედროებმა, ხო, სამხედროებს ჭირდებოდათ და გამოყარეს ის ახალგაზრდები, რომლებიც დღეს სად არიან. იგივე თუ გნებავთ, აიღეთ ტიბეტში. ყველაფერი უკუღმა გინდათ, რომ ესე იგი გაასაღოს აქ ხალხმა. ამიტომ რატო გეუბნებით, იცი? გინდა თქვენი მეხოთბე ვიყო? მაშინ ამ მომავალს ნუსპობთ. ყველაფერი ნეგატიური, კარგი პასუხისგებლობის ხელისუფლება რომ იქნება, მოგვარდება, მაგრამ ვერ მოგვარდება იმ ახალგაზრდების საქმე, რომელიც თქვენ გაათახსირეთ ბოლო 12 წლის განმავლობაში. წინა ხელისუფლებას არ ვამბობ, ის დამწყები იყო, მაგრამ თქვენ ხო გაცილებით უკეთესად გაანადგურეთ ქართული განათლება და იგი მიიყვანეთ კრიზისამდე. ეხლა თუ რეფორმას აკეთებთ, აქ შეიძლება ორი რამე იყოს და სწორად შენიშნა ზოგიერთმა კრიტიკოსმა. თქვენ ეს გჭირდებათ გარკვეული საკუთარი მიზნებისთვის. ამნაირი რეფორმა არავის არ ჭირდება. გასაგებია ხელისუფლება.
ჭირდება თავისი მდგომარეობის გასაძლიერებლად. მაგრამ ეს უკვე განათლების რეფორმა არ არის რა. პრობლემა გაქვთ ილია უნივერსიტეტისა, თუ ილიაუნი ქვია თუ რა ქვია, რა ვერ დახურავთ? თქვენი შექმნილი არ არის? თქვენი შექმნილი არ არის ის პროფესორა იქ რო წამლავს ახალგაზრდებს და სხვა უნივერსიტეტებში? არ შეგიძლიათ მიახუროთ იქ? აბა რა გინდათ ახლა? ოღონდ დაჭკვიანდნენ და თქვენ გაქონდა, ამიტომ ესე იგი პატარას ახლა შეახურებთ, რომ ეს რეფორმა არ არის. ეს არის თვალთმაგწობა. ამიტომ მე იმედი მაქვს და მჯერა რომ თქვენ ახალგაზრდა კაცი ხართ პრემიერი, ამ ქვეყანაში ხვაპირებთ ცხოვრებას. გააკეთეთ ყველაზე დიდი რამე, ქვეყნის მომავლის საქმე. ჩემთვის მთავარია ახალგაზრდობა იღებდეს განათლებას, აღიზარდოს ქართულ წიაღში. დანარჩენი ის დასრული რო გახდება თავად გადაწყვეტს, იყოს ლიბერალი თუ იყოს კონსერვატორი, იყოს ლეიბორისტი თუ იყოს ანარქისტი, არ მაინტერესებს. ჩემთვის მთავარია რომ ის ქართველი კაცი იქნება განათლებული კაცი და მისი წყობა გონებისა მას ლიბერალიზმისკენ, კლასიკური ლიბერალიზმისკენ თუ უბიძგებს, ესეც ქვეყნის სასარგებლო იქნება, იმიტომ რომ ლიბერალიზმი, კონსერვატიზმი და სხვა რაღაცები უნდა აბალანსებდეს ერთმანეთს და შეკავება გაწონასწორების მექანიზმები უნდა მუშაობდეს. მომცემ საშუალებას მოვალ, დაუღალავად ვიმუშავებ და თუ რეფორმას აკეთებ, თუ შევხედავ, რომ იმას აკეთებთ, რაც თქვენი პარტიული ინტერესებისთვისა, აღარ მოვალ მეორეჯერ და გავაგრძელებ ჩემს საქმიანობას. უღმესი მადლობა ჩემს მაყურებელს, ერთი ტელეფონი მაქვს, აი ახლა ჩავერთე ჩემს გვერდზე და 10,000-ობით ადამიანი უყურებთ ამ გადაცემას. იცოდეთ, რომ მე უზარმაზარი პასუხისმგებლობა მაქვს, ამას ყოველთვის გავიმეორებ. ესე იგი, მე პირველად შევაჯამებ ახლა, მე პირველად მოვისმინე საქართველოს ხელისუფლებიდან რეალურ საქმეზე საუბარი, გამიხარდა, მომწონს, მაგრამ გაპარული იყო შეცდომები, რა შეხებაც ვამბობ და ეს სერიოზულად დასაბუთებელი ხაზს უსვამ. ჩემი წიგნი არსებობს. ეს არის მეცნიერება. ეს არ არის აბდაუბდა ნეოლიბერალური ან რაღაც სხვა იდეოლოგიური, ეს არის მეცნიერება მის დღევანდელ დონეზე. გადაშალეთ მისი წიგნი, მოიწვიეთ ექსპერტები და თუ ჩემი ნათქვამი არ დაგაჯერებთ, კეთილინებეთ და გავუკეთეთ ანალიზი ამას. წერია ყველაფერი ქართულ ენაზე, მართალია გასაგებად არის ძალიან რთული სერიოზული მათემატიკა, მაგრამ ნებისმიერი მეცნიერება მათემატიკის გარეშე არის ბლეფი და უაზრობა. ეს მათემატიკა იმიტომ მჭირდებოდა ამ საქმეში, რომ ყველაზე ნათლად მეჩვენებინა. ის რისი ჩვენებაც მინდოდა. ბლა საუბრით ეკონომიკა არ გამოდის. ამიტომ კარგია რომ დაიწყეთ, ეხლა გაგრძელება უნდა ამას და ღმერთმა ქნას რომ ეს ყველაფერი კარგად გამოვიდეს. მაშინ თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამდენ რამეზე დავხუჭავ მეთვალს და როცა მეცოდინება უნივერსიტეტში, რომ საუკეთესო კურსები იკითხება ახალგაზრდა, მე პირობას გაძლევთ, მე ჯერ ლექცია არ წამიკითხია, რომელიმე ცნობილ უნივერსიტეტში უკეთესად იკითხებოდეს. თუ გნებავთ საჯარო ლექციებს ვატარებ ყოველ 4 შაბათს 8 საათზე საღამოს, მე დავიწყე 2 ლექცია, გავაგრძელებ ამ 4 შაბათს, მე ვაკეთებ თანამედროვე აი უახლესი მეცნიერული დონით როგორია ეკონომიკა, რომელსაც თქვენ არ ასწავლით უნივერსიტეტებში. მე საჯაროდ ვკითხულობ ამ ლექციას, არავინ არ მავალებს, მე ვავალებ ჩემ თავს, იმიტომ რომ ახალგაზრდებმა უნდა დაინახონ ის სისულელე, რასაც ასწავლიან და ის რეალობა, რასაც სხვაგან ასწავლიან და თვითონ არ იციან ამის შესახებ, ამის მოთმენა აღარ შეიძლება. არც ეკონომიკის სამინისტროს არ აწყენს ამ ლექციების მოსმენა და მე მზათა ვარ დიალოგისთვის, საუბარ კრიტიკა თუ ვიცი, ქებად ძალიან კარგად იცი და პირობას გაძლევთ. თქვენი მეხოტბე გავხდებით ამ ახალგაზრდებს იმ სიდამპლეში ნუახჩობთ, რომელსაც ბოლონიის სისტემა ქვია. შემოიტანეთ ქართველებისთვის მომავალი არის განათლებაში და მეცნიერებაში. ამ პოტენციალის მქონე ხალხს სხვა რამეში დახარჯვა არ ჭირდება. აქ უნდა იყოს, თქვენ ვერ წარმოიდგინე, ეს ნიჭიერი
უკვე ფეხზე დამდგარი ახალგაზრდობა რა ნოვაციებს გაისვრიან, ფანტასტიკური შედეგები იქნება და თქვენ კლავთ ამათ, კლავთ და რა გააკეთეთ, იცით? ახალგაზრდების მოტყუებული ნაწილი რუსთაველზე მიაბით. ანუ მე დღეს საღამოს სპეციალურად დავდე Black Sabbath-ის ცნობილი კომპოზიცია საფლავის შვილები, გადავთარგმნე ნაწილი, ტრაგედიაა ეს ყველაფერი და მე ეს ახალგაზრდებისთვის გავაკეთე და ისიც დავწერე, რომ ახალგაზრდები რომ სერიოზულ რამეს აპროტესტებდნენ, რაც სიმღერაშია, რაც საქართველოში ბოლო 33 წელია საზიზღრობა ჩამოყალიბდა, პირობას გაძლევთ, აბსოლუტურად უშიშარი ადამიანი ვარ, წინა ხაზზე ვიქნები ამ ახალგაზრდებთან ერთად. მე ეს დავწერე, მე ამას ვლაპარაკობ ამ ახალგაზრდების გასაგონად, რომ მათი დიდი ნაწილის გადარჩენა შეიძლება. ეხლა თქვენ ხელშია სტიმულები უნდა დასავლეთის ყველაზე დიდი მიგნება, რამაც ისინი დააწინაურა სხვასთან შედარებით იყო ის, რომ ნიჭიერ ადამიანებს, როცა მომწივდა დასავლური ელიტა, ნიჭიერი ადამიანებზე იყო დამოკიდებული მათი მომავალი და სტიმულები შეუქმნეს და ამ ამბიციურ ნიჭიერ ადამიანებს მეცნიერებისკენ და ტექნიკისკენ უბიძგეს და მაგრად დააფინანსეს. ახალგაზრდებს მოეწონათ, რომ მათი ნიჭი დაფასდა და ისროლეს რამები. მანამდე რატომ არ იყო დასავლეთი განვითარებული, არ იყო მომწიფებული, სად მიდიოდა ნიჭიერი ახალგაზრდა? 4 სფეროში. ფეოდალს ემსახურებოდა, ახლაც ფეოდალს ემსახურებიან, საქართველოში არაფერი არ შეცვლიდა. მეორე. მიდიოდა საგადასახადოში. რატომ? რენტის გადანაწილება შენ რომ კრიბავ ამ გადასახადებს ფიზიკურად კრიბავ, ხო? და რაღაცა შენთვისაც კრიბავ, ხო? ანუ შენ რას აკეთებ? რენტას ანაწილებ. მიდიოდა ეკლესიაში. ან ძალიან ნიჭიერები ამ ევროპის დიდ შარაგზებზე ბანდებს აკეთებდნენ და ძარცვაგლეჯით იყვნენ დაკავებული. ყველგან რენტის გადანაწილება მიდიოდა. რომ მიხვდნენ ფეოდალები, დიდი ფეოდალები, რომ პრობლემა იყო მემკვიდრეობის, შენ კი ხარ მგელი, მაგრამ ისინი დაფიქრდნენ და მიხვდნენ, მისი შვილი არ არის მგელი და თუ არ არის მგელი, ამას რო დაუტოვებ, მიხვდით ისინი რას მიხვდნენ, რომ მოკვდავები არიან. თქვენ არ გონიათ თქვენი თავი მოკვდავები, მაგრამ მოკვდავები ხართ და ისე მოკვდებით, როცა იქნებ. ერთ შაურს ვერ წაიღებთ იქეთ. არ მოსულა და იმით. ამიტომ მოიფიქრეს, ამიტომ მოდით ახლა ხო ხართ გონიერი ხალხი, დიდი ფული ხო იშოვეთ. შეირგეთ ახლა ეს ფული და მოდი ქვეყანას მიხედეთ. შევქმნათ ისეთი განათლების სისტემა, სადაც ჩვენი ახალგაზრდები სუპერ თანამედროვე დონის მეცნიერების სპეციალისტები, ინჟინრები გამოვლენ. ეს არის სამეცნიერო ტექნიკური პროგრესი. იქ სადაც ცოდნა არ იწარმოება, განვითარება შეუძლებელია. დღევანდელი საქართველოს განვითარება ისევე ანბანურად შეუძლებელია, იმიტომ რომ ტურიზმით, კაზინოებით, ჩატლახური ბორდელებით და კიდე 1000 ტრეფიკინგი და თქვენ რა არიცით საქართველოზე ნარკოტრასა რო გადის, მეკითხრათ მაინდა-მაინც? კარგი გეტყვით. საღამოს რა ხდება თბილისში ნარკოტიკებით არ იცით ხო? მე გეუბნებით. მე იმ თაობის ახალგაზრდა ვარ, ქუთაისში დაბადებული და გაზრდილი, ჩემი თაობის შესანიშნავი ახალგაზრდები ნარკოტიკებში ამოხადეს სული. მიზანმიმართულად. ყველა ვერ გაუძლებს ამ ზეწოლას. მე სინანულით ვიგონებ ყველა იმ ახალგაზრდას ჩემს ახლო ნაცნობებს, შორეულ ნაცნობებს, რა მნიშვნელობა აქვს.
ჩემი თაობა ნარკოტიკებში დაახჩვეს. იმიტომ რომ მე აგრესიული ყოველდღიური ნარკოტიკის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ეს ანადგურებს ადამიანს. და თქვენ ადექით და გირჩი დააფინანსეთ, იმიტომ რომ გამოსულიყო და რა კაია ნარკოტიკები, ხო და ვიღაც მღვდელი გამოდის და სიყვარულს ქადაგებსო. არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, ეხლა არ ამგონი ეს პატრიარქის დავალებით ან ვინმეს დავალებით სრულდებოდეს, კაცი გამოვიდა, აზზე არ არის, ხო? შეურაცხყოფას ვინ? სიყვარული გაცაგები, აბა ერთი ნახეთ თქვენ, მე ეს ყველაფერი მინახავს და აბა ერთი ნახეთ ნარკოტიკით გაბრუებული ხალხი როგორი სიყვარულით არის სავსე ერთმანეთის მიმართ. ამიტომ, როცა სასულიერო პირი გონებიდან გადის, როცა პოლიტიკოსი გონებიდან გადის, ტრაგედია მოდის. გააკეთეთ ეს საქმე. ყოველ დღე თქვენ ქებაში ვიქნები. მე თქვენგან არაფერი არ მინდა, ვერაფერს ვერ მომცემთ. უფრო ადრე მოვკვდები, ვიდრე თქვენგან რაიმეს ავიღებ. ეს არის შეურაცხყოფა. მე ყველაფერს ჩავუარე და ღირსებით გამოვედი ყველაფრისგან. αλλά იმიტომ რომ მე არაფრის უკან არ დავიხევ, არც ერთ ვარიანტში. მე პარლამენტიდან არ არის იგივე პარლამენტარი ფრაქციის ლიდერი, კომიტეტის თავმჯდომარე, თან როგორ ის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. 2023 წლამდე დაქირავებულ ბინაში ცხოვრობდი და ამერიკაში მცხოვრებმა ჩემმა შვილმა აქ რომ ჩამოდიან სასტუმროებში რომ ყოფილიყონ, ბინა იყიდა და დედამისი და მამამისი შეგვიშვა თავის ბინაში. გამიგეთ რა, მე დავიხევ რამეზე უკან? მე არაფრის უკან არ დავიხევ. ამიტომ ეს არის თხოვნა. დანარჩენი ყველაფერი მოგვარდება. მაგრამ თუ ეს პროცესი გაგრძელდება, თქვენ ეს გააყალბეთ, ხას უსვამ, ის ეროვნული კონცეფცია დახიეთ და ვინც ეს გააკეთა, დაახიეთ თავზე. არ შეიძლება 21 საუკუნეა, 2025 წელია, მე-4 საუკუნეებიცა გასულია და ნეოლიბერალურ ყლაპოში აზროვნებდეს თავრობის სტრუქტურები. არ შეიძლება ეს. აი ესაა ჩემი თხოვნა. ამიტომ ამით მოვჩეთ, ცუდი პროცესი მიდის. საშინლად შეურაცხყოფელია ყველა ის განცხადების მოსმენა, რომელსაც ბრიფინგების სახით ოფიციალური ორგანოები ატარებენ. ერთმანეთს ებრძვით, ხო სწორია? ეხლა ქოცებს მოგმართავთ. თქვენ არ იყავით ამ ხალხს რო უჭერდით, ხალ? თუ ისინი ახლა ცუდები იყვნენ და ახლა ესენი კარგები არიან, ამიტომ ახლა განახლება მიდის და თქვენც ესე კი, ვაი თქვენს პატრონს, ვაი თქვენს გონებადამთხეულობას. იმასაც ვერ გძნობთ, რა უბედურებაშია ქვეყანა. მორჩეთ საშინაო საქმეები, ჩვენ კიდევ გვექნება გადაცემები, ამიტომ თავარი რაც იყო, მე ვთქვი, მოხარული ვარ რომ საქმეზე დაიწყო ლაპარაკი, 1000-ჯერ მოხარული ვიქნები, თუ ეს საქმე გაკეთდება, არა და როგორ უნდა გაკეთდეს, ყველაფერი ცნობილია, უბრალოდ პოლიტიკური ნება უნდა. გარეთ გავიხედოთ. გარეთ ისეთი ამბებია, რომელსაც ვერაფრით ვერ დააქმევს სანუკეშოს. ქართველებისთვის განსაკუთრებით ნიშანდობლივია უკრაინის მდგომარეობა. ეს არის რაღაც საშინელი ტრაგედია ხალხისა და თქვენ კარგად იცით ჩემი ნაწერები პირველივე დღიდან, რომ ეს იყო უზარმაზარი ტრაგედია, იმიტომ რომ კიდე გეუბნებით, არანაირი შანსი და ეს მე პირველსავე დღეს დავწერე, რომ უკრაინა რუსეთს დაამარცხებდა, არ არსებობდა. აბა რაში იყო? მაშინ ქართველები რო აქ დროშებში გაეხვივნენ და არიქა ზელენსკი გვირია. ვისი ბრალი იყო და გონების დამთხეულობის, უვიცობის ბრალი იყო, ამ იდეოლოგიური სიდამპლის ბრალი იყო.
რომ ადამიანებს გადაეკეტათ აზროვნება ნატო მიეხმარება ნატო ვინ ჩემი ფეხებია კიდე გეუბნებით ერთი კორუმპირებული წარსულში ჩარჩენილი უსუსური ორგანიზაცია რომელსაც შეერთებული შტატების ინსტრუმენტია მხოლოდ და მის გარეშე არ არსებობს ევროკავშირზე ლაპარაკიც არ არის რაც არის ეხლა მე გეუბნებით გამოიყენეს უზარმაზარი ქვეყანა ევროპის უდიდესი სახელმწიფო მე უკრაინაში ცხოვრობდი გარკვეული პერიოდი სამეცნიერო საქმიანობით ვიყავ ფანტასტიკურად ძლიერი ინსტიტუტები იყო საბუნებისმეტყველო ტექნიკურ სფეროებში ვერანაირი გერმანია განვითარებულიც კი 90 წლის უკრაინას ახლოსაც ვერ შეედრებოდა და ჩვენ ვხედავთ განადგურებულ ქვეყანას ჯერ კიდევ შანსი არ არსებობს რომ რაიმე სერიოზული მიღწევა იყოს თუ გნებავთ მეორე რაუნდი გაიმართება შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტებისა რუსები ყველა მიმართულებით ფრონტის ყველა ხაზზე ფრონტის მთელ ხაზზე შეტევაზე არიან ფორსირება არ მიდის საქმისა და არ მოხდება ფორსირება ეს ომი არ არის ტერიტორიების დაპყრობისათვის ამერიკელები არ თავაზობენ რუსეთს ნატოს არ გაფართოებას ეხლა კელოგმა ახსენა რომ აი ჩვენო განვიხილავთო საკითხო საქართველო უკრაინა და კიდე მოლდოვა რომ ნატოში არ იქნებიან მიღწეული კელოგის ნათქვამი რა თუნდა კელოგზე ნაკლებად ვიცი მე საქმე კიდე გეუბნებით დღედაღამ მუშაობ ამაზე ამდენი წელია გეუბნებით საქართველოს არავინ არ მიიღებს ნატოში რა სიშტერე უნდა გქონდეს თავში ადამიანს რომ გონებდეს რომ სამხრეთ კავკასიურ ქვეყანას ვინმე მიიღებს ნატოში და ვინმე მიიღებს ევროკავშირში რა გინდათ განადგურება გინდათ საკუთარი ქვეყნის არსებობს გეოპოლიტიკური შეზღუდვები კარგია ცუდია მნიშვნელობა არ აქვს არსებობს გეოპოლიტიკური შეზღუდვები ესე იგი ტრამპა ღია ტექსტით ნახეთ ამერიკულ პრესაში როგორ ძიმედ წერია ფაქტიურად დაიქნიეს მაპატიეთ ამ ქუჩური გამოთქვისთვის ზელენსკი ტომაჰავკებს მიაწოდებს ერთი უტვინო ექსპერტი წერდა საქართველოში აი 2000 მიაწოდებს 2000 არა იმას მიაწოდებს და მიიღებს ისეთ დარტყმებს ამერიკის ტერიტორიებზე არეშნიკი სად განლაგდა არეშნიკი კუბაში არის ცუდით ამის შესახებ დიახის მოლაპარაკება რომელიც შედგა კუბაში განლაგდა არეშნიკი და ამერიკის ტერიტორიამდე არის 150 კილომეტრი და არ არსებობს ამერიკული რაიმე სისტემა რომელიც არეშნიკი გააჩეროს იგივე სიტუაცია არის ნიკარაგუაში იგივე სიტუაცია ვენესუელაში ჯერ არეშნიკები იქ არ არის მაგრამ არავინ არ მიატოვებს ვენესუელას და არანაირი გაცვლა არ მოხდება ვენესუელისა უკრაინაში როგორც ამას წერენ საკმაოდ უჩქუები მაშინ ერთ-ერთი მხარე ამაში საერთოდ გაინადგურებს თავის პოლიტიკურ გარდა ამისა თქვენ კარგად იცით რომ კურსკის ოლქში იბრძოლეს ჩრდილოკორეელმა ჯარისკაცებმა 600 კაცი მოკვდა და გადაღებული იქნა ვიდეო კორეელების მიერ იმ ბრძოლების დროს რომელსაც მსოფლიო სენსაცია იყო კორეის ტელევიზიით გაუშვეს საქართველოში არაფერი არ თქმულა ამაზე ფანტასტიკური ვიდეო არის კიდე გეუბნებით როგორ იბრძვიან კორეელები დღეს გამოცხადა რომ 25000 მოხალისე კუბელი მზად არის რუსეთში იომოს რუსების გვერდით იმ მიზნების 25000 კუბელი 100000 კორეელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ამიტომ ზეწოლის მექანიზმი მიდის ნახეთ მე რამდენიმე წლის წინ თუ გახსოვთ წესით უნდა გახსოვდეთ მე ვთქვი რომ როდესაც მოვწიმდება ამერიკელი და რუსი ელიტები
ისინი ბერინგის სრუტის ქვევით გაიყვანენ გვირაბის 86 კილომეტრი თან იქ შუაში სადღაც შეჩერება ხდება ხმელეთია ესე იგი და იმ ადამიანმა რომელსაც მე ასევე ერთ-ერთმა პირველმა მივანიშნე რომ მიაქციეთ ყურადღება ამ პიროვნებას რომელიც საინვესტიციო საქმეების ხელმძღვანელია და სხვათა შორის ესწრებოდა ანკორიჯში პუტინისა და ტრამპის შეხვედრას მე მაშინ გამიკვირდა მაგრამ მივხვდი მან წამოაყენა იდეა რომ გავაკეთოთ ეს გვირაბი და ამერიკელებმა და რუსებმა ერთად აითვისონ აღმოსავლეთ რუსეთის სიმდიდრეები. მოძიებული სიმდიდრე ურალს იქეთ არის 84 ტრილიონი დოლარის. ესე იგი, პერსპექტივა გამოისახა, ამერიკელებს მოეწონათ, მაგრამ ჯერ პროცესი დამთავრებული არ არის. ჯერ ბოლომდე ამერიკელებს არ გამოუყენებიათ არც უკრაინის რესურსი, უკრაინაში ბოლო უკრაინელამდე იბრძოლებენ, ვერ გაყოფს ამერიკა უკრაინას, იქ იყო ნატოს გარანტიები და გამორიცხულიან რომ ნატოს ოდნავ მაინც ხელი მოაკიდებინონ უკრაინის, ამიტომ ყველაფერს მოილაპარაკებენ რუსები, მაგრამ ჯერ ეს არ მოხდება. ჯერ მოხდება ის, რომ პროცესი არ გაჩერდება, ისევე როგორც ღაზის სექტორში არ გაჩერდება პროცესი, თუმცა სხვა ფორმას მიიღებს, იქნება ეს ყველაფერი, ისევე უკრაინაში იქნება. აი, როგორ იქნება ბოლომდე, ამას ვერავინ ვერ გეტყვით, იმიტომ რომ როგორც კი ამერიკელები დაიწყებენ ლაპარაკს, რომ რუსეთის ინტერესები იმ ფარგლებში უნდა იყოს დაკმაყოფილებული, რომელიც მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, რუსებს ყველანაირი ინტერესი დაეკარგება რაიმე წინააღმდეგობის გაწევისა მას ხო ხედავთ ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ იქნებ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა დაალაგოს ჭირდება მას ეს ისევე როგორც ამერიკელებს ჭირდებათ რუსეთთან ურთიერთობა ამაზე ცალკე არაერთხელ მაგდა ესე იგი ამ სიტუაციაში თქვენ წარმოიდგინეთ ერთი რამ ბერინგის სრუტეში გვირაბის გაყვანა ნიშნავს რომ მთელი ეს ევროკავშირი, მთელი ეს სუეცის არხი, მთელი ეს ყველაფერი არის პერიფერია და თანამედროვე მსოფლიოს ეკონომიკური ცენტრი ისედაც გადადის სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში უზარმაზარი რეგიონია რომელიც მოიცავს ჩინეთს, ინდოეთს და ასე შემდეგ იქედან ცენტრი რუსების გავლით შეერთებულ შტატებში შედის 86 კილომეტრის გავლის შემდეგ. კოლოსალური პერსპექტივაა, მაგრამ აქამდე მისვლა საჭირო, აქამდე მისვლა იქნება შესაძლებელი მას შემდეგ, რაც ამოიწურება ამერიკელების ხელთ არსებული რესურსი. ამერიკელების ხელში ჯერ კიდევ არის ნატო და ევროკავშირი. ნატო გითხარით რაც არის ხაზს უსვამ, ეს არის უვარგისი ორგანიზაცია. ევროკავშირი ეს არის ევროპის დასაძირად და დასაღუპავად გამიზნული სტრუქტურა, რომელსაც უბრალოდ ერთუჯრედიანი ხალხი ხელმძღვანელობს და ისინი სპეციალურად ამისთვის არიან. ხაზს უსვამ არაერთხელ თქვი, საქართველო არ შევა ნატოში და არ შევა ევროპაში, ევროკავშირში, არაფერში მას ეს არ ჭირდება, წლები ამას ვიცახი, არიქა რა არ მითხრეთ რუსეთთუმე და პორტატული შპიონი და მეტი თქვენი პატრონი დედაც. მე გეუბნებით რეალობას. მე გეუბნებით იმას, რომ თავის მოტყუება არ შეიძლება ქართველებს აქვთ საკუთარი სახელმწიფო, რომელსაც ისინი აფურთხებენ, შეურაცხყვეს. რამდენი წელია უკვე? 92 წლის მერე შეურაცხყოფენ, ხო? დაამხეს საკუთარი ქვეყანა. კიდე გეუბნებით. მე არავინ არ მжის იმას, რომ მოვისმინო ისეთი რაღაცა ვიღაც არარაობებისგან, რომლებიც რაღაც სისულელეებს წერენ. საერთოდ არ მაინტერესებს, მაგრამ ხო წერენ. ამიტომ საგარეო მდგომარეობა არის უსაშველოდ
საშიში, არაფერი გარკვეული არ არის, მაგრამ ამ გაურკვევლობაში საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია მოძებნოს ქართული სახელმწიფოს უნიკალური ფუნქციები, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება. ეხლა არ მინდა მე ყველაფერი ავრიო, მე მზად ვარ საათობით დაუჯდე ხელისუფლების წარმომადგენელს და დეტალურად ავხსნა, გინდ ღია ეთერი იყოს, გინდ სადმე, თუ რა ფუნქციის აღება შეუძლია. ჩვენ ვერ ვხედავთ იმას, რომ საქართველოს სახელმწიფო იზოლირებულია, არაპრინციპული, არასწორი, გაურკვეველი 2-3 სკამა პოლიტიკის გადამკიდე ხალხის გამო. ამიტომ დასალაგებელია ყველაფერი. ჩვენ ამას რო ხედავდეთ ხელისუფლებაში, ქართველთა დიდ გაერთიანებას კი არ გავაკეთებდით. ჩვენ მე უზარმაზარი სიხარულით შემიძლია გითხრათ, რა ხალხი მოდის. ეს არის სერიოზული ხალხი, რომლებსაც თავისი ქვეყანა უნდათ. მეც მინდა ჩემი ქვეყანა, ჩვენ ერთად დაუდგებით ამ ქვეყანას გვერდით. ყველას გთხოვთ, ვისაც გონება გასრეცილი არ აქვს, ამ ქვეყანას დაუდგეთ გვერდით. ყველაფრის მიღწევა შეიძლება. თუ ბალანსები მოშლილია სახელმწიფოში და ქართულ სახელმწიფოში ბალანსები არ არსებობს, არსებობს არაფერი გარდა ერთი არაფორმალური მმართველისა, აქ სიკეთეზე ლაპარაკი არ შეიძლება. ქართველთა გაერთიანება იქნება ის ძალა, რომელიც ყველას აიძულებს საქართველოს ინტერესების ფარგლებში იმოქმედოს. თუ არ იმოქმედებენ, მაშინ ჩვენ არ მივცემთ ძალას. ძალის მეშვეობით არ მივცემთ მათ ამის გაკეთების საშუალებას. ხალხს უსვა, დღეს არ მაქვს ეს თემა, მაგრამ ძალიან სერიოზული იურისტები ზიან და უსაშველო სკრუპულოზობით ყველაფერი აღწერას აკეთებენ. რა გაიყიდა? ვინცად რა ბინები იყიდა? ვინცად რა საკუთრებები მიიღო? და ასე შემდეგ. ამიტომ აქ ემოციები არ იქ ეს ასე შეება, ეს იმაშება. ეს ყველაფერი მოვა დრო და დალაგდება და თქვენ ნახავთ იმ კატასტროფას, თუ ეს გაგრძელდა, რომლისკენაც მიდის საქართველო. მე კიდე გეუბნებით 7 წლის შემდეგ გაერომ დაგიწერა და გითხრა 2032 წლისთვის ქართველები საქართველოში იქნებით ეროვნული უმცირესობაო. გაუგებარია რას ნიშნავს ეს? და თქვენ ერთმანეთს ეჩხუბებით ბიძინაჯობია თუ მიშაჯობია? თქვენ ჭკუა გაქვთ თავში, ვისაც ეკუთვნის იმან მიიღოს. თქვენ საერთოდ ქართულ ოჯახებში ხართ გაზრდილი? ახლა არ მითხრათ ესვანჯია და ისიც ქართულ ოჯახებში იყვნენ გაზრდილი, მაგრამ ისინი ბრბოარი. ისინი ქართველები არ არიან, ის ბრბოა. სეთურიც ბრბოა. თქვენ სეთურიც ბრბოს დაემსგავსეთ, თქვენ თუ გონიათ მოგერიდებით, ძალიან ცდებით. ამიტომ ყველაზე საუკეთესო გზა არის, მე შევთავაზე ეს ხელისუფლებას, გახსენით თქვენი ტყლაპო ტელევიზიები, სერიოზული მსჯელობა დავიწყოთ კრიზისი როგორ დაიძლიოს. იმ გზით თქვენ რო გინდათ აგზავნოთ პარტიები და ასე შემჩერდით, მნიშვნელობა არ არის პარტია, კაია თუ ცუდია, ჩემთვის მთავარია კონსტიტუციურ ფარგლებს არ გასცდეს. თუ არ მომწონს რომელიმე პარტია, თქვი ერთხელ და გავიმეორებ, წადით და ჩაილურის წყალი დალიეთ ეგრე, ვისაც არ მოგწონთ რაიმე პარტია. მაგრამ როცა კონსტიტუციას გადის 12 წელია და ადრე გავიდა კიდე კონსტიტუციას და თქვენ ეს შეინახეთ, იმიტომ რომ თქვენ გჭირდებოდათ, მე თქვენი არ მჯერათ. რაც გინდათ იცქენით, არ მჯერათ თქვენი. აი, ვისაუბროთ დალაგებულად, წყნარად, ხელისუფლება ხართ ხო? არ გინდათ დიალოგი? აბა რა ჯანდაბა გინდათ, ვერ გავიგე. იმ სასაცილო ექსპერტები თქვენ რო ყავთ, შემოკრებილი ირგვლივ და აუგი აქებენ თქვენ რა გაქვთ აქები, კიდე გეუბნები.
უბრალო რამეს გეტყვით. როდესაც მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი ქვეყნდება, პარალელურად იქ 4 მაჩვენებელი ქვეყნდება ამერიკაში. მათ შორის ერთ-ერთი არის არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების სფეროში რა სამუშაო ადგილები შეიქმნა. შეგიძლიათ ცალკეული სექტორების მიხედვით დაწეროთ არასასოფლო სამეურნეო სფეროში რა სამუშაო ადგილები შეიქმნა. მეორე, როგორ გაიზარდა შინამეურნეობის შემოსავლები. მესამე, როგორ გაიზარდა ფირმების შემოსავლები. თქვენ ამ ცოტა ხნის უკან რა გამოაქვეყნეთ ხელფასები, ხო და ცაში აიყვანეთ ეს ხალ როგორ? TBC-ს და საქართველოს ბანკის გენერალურ დირექტორს და მენეჯერებს უზარმაზარი ხელფასები აქვს, 750,000 ლარიანი ხელფასები მიუერთეთ ამას, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეკრიბეთ და გადაფარა ამან ის წირი 90% ხელფასი წირი ქვეყანაში და მივიღეთ მაღალი ხელფასი. ვის ატყუებთ ვითხარით? რად გინდათ ეს ტყუილი? თქვენ გაქვთ ყველაზე რა მთავარი, თქვენ გაქვთ სახელმწიფო მერკეტები, მაგრამ რა არიცით, თქვენ არ იცით როგორ დაუკრათ ამ სახელმწიფო მერკეტებს, არ იცით რომელ სიმებს, როგორი ნოტები არ იცით აკორდები როგორ აიღოთ. ამიტომ გადასული ხართ დაპირისპირებაში და ახლა ხვალ იმას დაიჭერთ თუ რა ქვია იმას ხარიბაშვილს დაიჭერთ თუ ვინმეს დაიჭერთ, ამით გინდათ პირი მოიბანოთ, პირიქით უარეს ნაგავში ვარდებით, ვერ გძნობთ ამას. ამიტომ კარგ რამეს გთავაზობთ, დიალოგი, დიდი დიალოგი საზოგადოებასთან, პროფესიული გზების მოძებნა კრიზისის დაძლევისა, თუ არა და კრიზისი თვითონ დაგძლევთ თქვენ. დღეს არა ხვალ არა ზეგ, მაგრამ არ იფიქროთ, რომ ამას წლები დაჭირდება. კარგად გრძანდებოდეთ, დიდი მადლობა ვინც უყურებდით ამ გადაცემას, მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერს მომწერთ, მე ვნახულობ ყველაფერს და გიპასუხებთ შემდეგ გადაცემაზე კითხვა-პასუხის სახით. მადლობა ყველას, ჩემი პასუხისგებლობა თქვენდამი უდიდესია. გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.